კანადის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამ ბოლო პერიოდში გართულებული ურთიერთობების ფონზე ჩაიარა. თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ კანადა ამერიკის 51 შტატი უნდა გახდეს. მას ამის შესახებ კანადის ლიდერთან შეხვედრისას კითხეს. როდესაც მოაშორებამ ხელოვნურად დახატულ ხაზს, რომელიც მრავალი წლის წინ ვიღაცამ სახაზავით დახაზა და ქვეყნის თავზე უბრალოდ სწორი ხაზი გაუსვა, ხედავ მშვენიერ ფორმაციას, როცა ეს ყველაფერი გაერთიანებულია. მე ძალიან არტისტული ადამიანი ვარ, როცა ამ სილამაზეს შევხედებ, თქვი, რომ ეს ასე უნდა იყოს. ამის განხილვას დღეს ჩვენ არ ვაპირებთ, მხოლოდ მაშინ ვიზამთ, თუ მისი განხილვა ვინმეს სურს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას კი პრემიერ-მინისტრმა კარნიმ უპასუხა. როგორც იცით, უძრავი ქონების ბაზარზე ისეთი ადგილები არსებობს, რომლებიც არასდროს იყიდება. ახლაც ასეთ ადგილას ვიმყოფებით. ასეთივეა ბუკინგემის სასახლეც, რომელსაც თქვენ ეწვიეთ. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კანადელებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ითქვას, რომ კანადა არ იყიდება და არც არასოდეს გაიყიდება. ამას დრო გვიჩვენებს, მხოლოდ დროის ამბავია, მაგრამ მე ვიტყოდი არასოდეს თქვა არასოდეს. ოვალურ ოფისში შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით უთანხმოება გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ კანადისთვის 25%-იანი ტარიფები დაეწესებინა. ტრამპის განცხადებით ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ვაშინგტონს ისინი. ჩვენ აქვე შეგვეძლო 25 გარიგების გაფორმება, ჩვენ გარიგების დადება არ გვჭირდება, არამედ მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებებს ჩვენთან. მათ უნდათ იყვნენ ჩვენი ბაზრის ნაწილი, ჩვენ არ გვინდა მათი ბაზრის ნაწილი გავხდეთ, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი ბაზარი. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა მარკ კარნიმ კონსტრუქციულად შეაფასა და განაცხადა, რომ კანადა მზად არის ვაშინგტონთან მუშაობა გააგრძელოს. თუმცა ეს კანადის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.